ჩაგისვა ვიდეო. არა. უეჭველი ჩაგ. არა. ჩაგტოვასო. არა, ჩაგტოვა არა ის. ეხლა მოვედით უცბად ყავას ავიღებთ. გავულით მირას. დავუშვებით ბორჯომისკენ რა. და იმედია მირამზა დამხვდება, იმიტომ რომ უმალოდინებს ხოლმე. A few moments later. გავიგუძე 10 საათზე. გამომხიზდი ისა. ავდექით 11-ზე. 12-ზე უნდა მოსულიყავთო. და გავაშე ტანსაცმელებუში რაც გავრეცხე. რაღაცები მოწეს შეგდი ჩავალაგე, მაკიაჟი გავიკეთე. გახდა 12 არ მოდის. ბოლოს პირველზე გამოვედით. სახლი გავათბეთ, ცოტა დავისვენეთ და როცა ბორჯომში საღამო ჩამოწვა, ტყეში გავედით. იქ იღამე თავისი სიჩუმით, ნაძვების სურნელით და უცნაური სიმშვიდით დაგვხდა. ესეთ სიტუაცია ძალიან გადმოსახედია. პროსტა ის შეხედე მირა რა, ზევით ხო ნათელია შედარებით, მაგრამ სადაც უკვე ხეებია, იქ ძალიან ბნელა რა. მიდივართ მაღაზიაში. რა განათება ხარ მე. რამე ვიყიდოთ და გავამზადოთ, რომ ზავიყიდოთ. მე შევხედოთ, შევიდეთ მეზარება? და ცოტათი მეზარება. კარგი. წავიდეთ. აქ ბეღურა მყავს. ერთია აქ. აქ არის კოდალა. კოდალა. აქ ბეღურა, კოდალა და შაშვი ყავდა, მაგრამ არ ვიცი რაღაც ამინდების გამო ცოტა მიუარა და გაფრინდა. ანუ როგორი საჭმელი გონდა? არ ვიცი. სენდვიჩები. მარტივი და ჩქარი. ლუძი ავდივართ? კი, აბა. აი ფეჩი. ეყო ხა? საბარავდა. ცოტა. არა, იყო. მოსარევი ჯახები მომეწოდება პატარა? ეხლა დავიძრებით ლიბანისკენ. დიდი ალბათობით ნისლში მოგვიწევს ასვლა. არა, სანატორიუმის გადაღება ძალიან გვინდა. და გამოგვივა და ავალთ, რაც არ უნდა მოხდეს. აი, მომიტრია ალბათ. სალამი. სადა მოვდივართ? ლიბანში. ჩვენი ოჯახის ახლობელი ცხოვრობდა. ძალიან გვიყვარდა თამარ ბებო. და ბავშვები რომ ამოდიოდით ხოლმე. მაგრამ სანატორიუმში შედიოდით ხოლმე და ერთ-ერთ შესვლაზე იქიდან რაღაც ყვირილები გავიგეთ შიგნით რო ვიყავი და ვინ ვის ასწრებდა. ეხლა სხვა არ გიშინი? არა, პროსტა სხვა ის იყო რა. ბავშვი ხარ, მაშინ ხო ვერ იაძრებ რომ რა არის. დასროლი რო ხარ დაიყვერებ, შეიძლება უცბად დაგაჟრიალოს, შეგეშინდეს, მაგრამ მერე გაიაზრო რომ ესე და ესე რა. რომ ადამიანმა დაიყვირა. აუ, იქ ჩართული მაგას კიდე. ყველაზე მეტად რაც ართულებს სიტუაციას ამ ეტაპზე არის რომ ნათოლია. აი დაანახე მირა. ეცა? ნათოლია რა. ნათოლილი. და ატალახებული რო არის, ცოტა მოყინული რო არის, იმიტომ რომ ხა ლოგიკურია ყინვა არის წეში ვარ. ცოტას აცურებს. არა? ჭედეთ მანქანით ვეღარ ადის. ფეხით ავიდეთ, გინდა? ხო, და გააჩერე სადმე და გავაჩერებთ ახლა და ფეხით ავალთ. 700 მეტრში, მაგრამ აქაც არ დამტოვოს მე. რა ვიფიქრე, იცი? აბა? ჩაგტოვასო. არა, ჩაგტოვა არა ის. ჩაგტოვა. რა უნდა ვქნათ? იმ კაცმა სადაც მიაჩერა, იქ უნდა მიაჩერო. ჩაგტოვა, სად უნდა მივაჩე? გავიჭედეთ. აი, ყოჩა. მარა? ჭუქჭუკები კარგა ისმის. ჰა. თან რომ მქონდეს ან დანა ან ნაჯახი ან რამე. ხო. კიდე მშვიდად ხარ. რა მშვიდად დათმოერევე შენ. საქართველოში არის ადგილები, მსგავსი ადგილები, როგორიც არის ლიბანი,
რომლის შესახებაც სამწუხაროდ უმრავლესობა არ იცის. ცოტა ხანში შიდა კადრებსაც აგათვალიერებინებთ, მიუხედავად იმისა, რომ ავარიული არის უკვე შენობა და სახიფათო არის. სახლში არ გაიმეოროთ. უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტი არის, რომ ესეთი ადგილი მართლა ხელუხლებელი დარჩა და მგონია, რომ ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა აქაურობას. დღეს ბორჯომის ტყეებში ერთ ძალიან უცნაურ და თითქმის დავიწყებულ ადგილას მოვედით. ლიბანის ძველ სანატორიუმში. აქ ყველაფერი თითქოს გაჩერებულია. კედლები, ფანჯრები, ცარიელი დერეფნები. თითქოს ჯერ კიდევ ვინახავენ იმ ადამიანების ხმებს, ვინც აქ ოდესღაც ისვენებდა, მკურნალობდა და დროს ატარებდა. ლიბანის სანატორიუმი საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი ცნობილი დასასვენებელი ადგილი იყო. აქ ხალხი მოდიოდა სუფთა ჰაერისთვის, მინერალური წყლებისთვის და იმ სიმშვიდისთვის, რომელსაც ეს ტყე დღესაც ინახავს. სანატორიუმთან ახლოს ადგილობრივებსაც შევხვდით ცოლ-ქმარს, რომლებიც ამ ადგილის ისტორიას კარგად იცნობენ. მათ კამერაში გამოჩენა არ ისურვეს, მაგრამ ამ თავიანთი მოგონებები ხმოვანი ინტერვიუს სახით გაგვიზიარეს. აი პერევალია ზევით, იქიდან ჯავახეთიდან რო მოდის და იმ პერევალზე მაღლიდან ჩანს, არწივის ფორმა აქვს. აი ეს არწივის ფორმა აქვს, აი ისეთი. აქ რო ჰაერია, აი შვილიშვილები ჩამოვდიან ხოლმე. თბილისიდან ჩამოვდიან ხოლმე შვილიშვილები. აქამდე ჩამოვდით ხოლმე ბოდიში შეთან რო ჩამოდიან იქიდან გრიპი 2 დღეში, 3 დღეში გორაობენ თოვლზე, არაფერი არ მოძდით, არაფერი. კარგი იყო თქვენთან მუსაიფი, თქვენთან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მათგან მოვისმენთ ისტორიები იმ დროზე, როცა აქ ცხოვრება იყო. როცა სანატორიუმი სავსე იყო ადამიანებით და ეს ადგილი სულ სხვანაირად სუნთქავდა. ახლა კი ეს ყველაფერი ნელ-ნელა ბუნებას უბრუნდება. კედლებს ხავსი ფარავს, ფანჯრებიდან ტყის სუნი შემოდის. ყველაფერი თითქოს თავის ისტორიას ჩუმად გვიყვება. თუ მსგავსი დავიწყებული ადგილები გაინტერესებთ, აუცილებლად დარჩით ჩვენ სახლზე. წინ კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს გაჩვენებთ. ულაშები რომ ეყინება მეც და დაც რომ მოუნდეს, მაინც არ გამოხდება ისე. ამას ჩაგისვა ვიდეო. არა. უეჭველი ჩაგი. არა. დებილა. აი ეს მითხარით ხალხო? რისი ნაკვალევია? ძაღლი. ამხელა? ხო, არ გინახავს დიდ ცუგები? ჩემ კატასაც მაგ ხელა ნაკვალევი აქვს ლამისა. შენი კატა ძაღლია უკვე და ძლივს. მოვიდეთ საჭმელი. ეხლა გვიხիր საჭამა. შევჭამთ. ხო, ვიყავით ლიბანში. ის სურათი დავხვდა, რასაც ველოდით იდეაში. მაგრამ უფრო მეტი ემოცია გამოიწვია. გზა თლათ ისეთი ამ თავიდან კარგად დაიწყო რა, სანამ ლიბნისკენ ავუხვედით. ბეტონი იყო დასხმული და გვეუბნება, რომ სულ ეგრე გაგრძელდებოდა და თოვლიც არ იდოდა. მე ნელ-ნელა რო წავუყევით, გზად გაფუჭდა და თოვლი იყო და გაგვირთულდა. მადლობა. ვაიმე. ლობიან ძალიან მომეწონა, სალათი ძალიან მომეწონა. ახლა ხაჭაპური. მოვიდა ხაბაჯური. მოდება ნახოთ. პირველი შეგეჩნდება. კაი, გაგმეჯოს? არა. რა თქმა უნდა. მაგარა უჭამეთ, მე დაუწერე 10-დან 9. იმიტომ რომ განვითარების შანსი ქონდეთ, თორე ის ყველაფერი გემრიელი იყო. დე ნოვო ქვია. აი ეს ადგილია. ყოჩა ხმირა. ნამდვილი ჯელწვენი ხარ. ჰალო. მაიცა იმ პიშკებსაც მოვიტან, აი. Yay! Voilà. მირა და ცხოველები. Ciao, da. Ciao. Ranaidea. Ciao. Fuck is this? ეს კელი არის ასლი იმ კელისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა ღირსმა მამა სერაფიმე საროველმა. კელი აშენდა 1903 წელს.
გადაღებული ფოტოსურათის მიხედვით, ახლომდებარე უდაბნო. შეიძლება მოწყვეტა. გამარჯობა. ახლა რა? ნახეს? ნახევარი ლიტრია? ვინდა? ვინდა? ორას შევჭამთ ახლა. სალათისთვის ვიყიდეთ იდეალური ატრიბუტიკა. პირველი კახური ზეთი, კი. მეორე წიწაკა, წვანა. ხახვი. ხახვი. დღეს 3. შუა დღემშვიდობის. ეხლა მოვედით პარკთან. ოთვარი გადასული რო ყავები და პიშკები იყიდოს. მე პარკში ავალთ. ცოტა გავისაინებ სავარაუდოდ და მე საბაგიროზე გვინდა ასვლა. და საბაგიროდან შემოგთავაზებთ კაი კადრებს. იმედია. ვადრებით. სად ვარ თოთო? ბორჯომის პარკში, მერე? სადაც გატარებული მაქვს ბავშვობის ყველაზე საინტერესო და საყვარელი მომენტები რა. ხო, შეიძლება ამ მომენტში ესეთ განსხვავებული და საინტერესო ადგილი არ არის, მაგრამ როცა მე ვიყავი დაახლოებით 7 წლის, აქ იყო ატრაქციონები. და ყოველ ზაფხულს დავდიოდით ხოლმე და ვერთობოდით. ეხლა ძალამას რაღაცებს იღებს. ძალამაზე. მე მინდა ამ ფონზე გთხოვოთ, რომ გამოგვიწეროთ. დაგვალაიქოთ. ზარის ხილაკის გააქტიუროთ და კომენტარის დაგვიტოვოთ და კარგი რამეები გითხრათ. არა? ეგ არის. კვერცხს გემოთ. მირა. ჰა. კონი იმ ბორჯომის წყლის დალევა აღარ შეიძლებოდა. ჰა? ხო, გამოდიოდა წყდებოდა, გამოდიოდა წყდებოდა. ადრე არ იყო ეკრანი? ათო. ავიღეთ ახლა უთვათ ყავა და დავეშვით თბილისისკენ. მირა. აღარ გინდა ხო თბილისი? ხარო. ой, მალე გავალთ. კაი გეგმო, კაი ადგილას მივდივართ მალე.